გადაცემულ ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია გამარჯობა. მივესალმებით ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. შეგახსენებთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარს. ეს არის ქალბატონი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ექიმი ეკა ბურდიაშვილი. ქალბატონი ეკა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. და დღეს თქვენი მოწვევა განაპირობა იმან, სატელეფონო ზარებმა ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მოიმატა და გახშირდა ჩუტყვავილის გამოვლენების ფაქტები. იყო შემთხვევები და შეიძლება დღესაც დიალდება, რომ სასკოლო დაწესებულებებში, სკოლამდელ დაწესებულებებში იკლო ბავშვთა რაოდენობა, ვინაიდან ეს ინფექციური, ეს ვირუსული დაავადება, რომელიც გადამდებია, გავრცელდა ჩვენს ბავშვებში და ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ თქვენ როგორც ექიმის სპეციალისტი მოგვეწვიეთ და გვესაუბრა აღნიშნულ თემაზე. გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, თუ ჩუტყვავილა რას წარმოადგენს, საიდან წარმოიშობა, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვებზე და რა ასაკობრივ მატებასთან არის დაკავშირებული სკოლამდელი, სკოლის შემდგომი და ზრდასრული და სხვა. თქო ამასთან დაკავშირებით ვესაუბროთ ჩვენს ტელემაყურებლებს. გისმენთ? მოგახსენებთ, როგორც თქვენ ბრძანებთ, ვითვალისწინებთ რა იმ გარემოებას, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ და სასკოლო სააღმრთელო დაწესებულებებში გვიფიქსირდება ერთეული სპორადიული შემთხვევები ჩუტყვავილის ავადობის, სწორედ საჭიროდ ვცანით და დღევანდელი გადაცემის თემატიკაც სწორედ ჩუტყვავილის როგორც დაავადების განხილვას უნდა დაუთმოთ. მით უფრო რომ ამ დაავადების უჩვეულო გავრცელება ფიქსირდება, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ჩუტყვავილას ახასიათებს ძირითადად შემოდგომა ზამთრის და ზამთარ-გაზაფხულის სეზონობა, აი დადგაზაფხული და რატომაც ინფექცია თავს არგვანებებს, თუმცა აქვე მინდა ჩვენი ტელემაყურებელი დავამშვიდო და სრული პასუხისგებლობით განვაცხადო, რომ ეს ერთეული და სპორადიული შემთხვევები არანაირად არ გამოიწვევს ეპიდემიის ზღვარზე არ დგავართ და არ იქმნება საშიშროება ამით, რომ განვითარდეს ჩუტყვავილის ეპიდემია ჩვენს მუნიციპალიტეტში. მით უფრო რომ თითოეულ ამ შემთხვევაზე რეაგირება საკმაოდ აქტიურად დაწყებულია სკოლის ადმინისტრაციის, სკოლის ბაღების ადმინისტრაციის მხრიდან, ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი რაიონული სამსახურების და სოფლის ექიმების კომპლექსური ჩართულობით, რითაც პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება გვინდა და ამით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ის გავრცელება და განვითარება ამ დაავადების, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ინფექციურ დაავადებას ახლდეს თან. თავად ეს ჩუტყვავილა დაავადებას რაც შეეხება, ძირითადად, როგორც თქვენ ახსენეთ, არის ბავშვთა ასაკის დაავადება, ძირითადად 10-14 წლამდე ასაკის ბავშვებში გავრცელებული, თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ შესაძლოა დაინფიცირება მოხდეს ასევე ზრდასრული ადამიანის, რომელსაც ბავშვობაში ეს დაავადება არ გადაუტანია. დაავადებას იწვევს ძირითადად თავად ვირუსი, დნმ-ის შემცველობის მქონე ვირუსი, რომელიც გარემოში საკმაოდ არამდგრადია და სწრაფად იღუპება ულტრაისფერის სხივების ზემოქმედების შედეგად, თუმცა საკმარისია იგი მოხდეს სასუნთქი სისტემის ლორწოვან გარსზე, იწყებს იგი რეპლიკაციას, გამრავლებას და ლიმფის საშუალებით ვრცელდება შინაგან ორგანოებსა და შემდგომ უკვე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, რის შედეგადაც სწორედ ეს დაავადება, ამიტომ არის რომ აზიანებს კანსა და ნერვულ სისტემას. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული მოზარდი ან ბავშვი, თუნდაც მოზრდილი ადამიანი, რომელსაც გააჩნია ჩუტყვავილის სიმპტომები, ანუ დაავადება გადამდებია, გადამდებლობას ვიტყვი აქავე, რომ დაავადება გადამდებია გამონაყრის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე, ამას მედიცინაში პროდრომული პერიოდი ეწოდება და მთელი გამონაყრის პერიოდში, უკანასკნელი ფუფხის არსებობამდე. და ინკუბაციური პერიოდს რაც შეეხება, ინკუბაციური პერიოდი არის ძირითადად 3 კვირა 21 დღე, თუმცა საშუალოდ როგორც წესი 2 კვირა არის ინკუბაციური პერიოდი. თავად კლინიკური მიმდინარეობას რაც შეეხება, კლინიკა ძირითადად უჩვეულო დისკომფორტით იწყება, ტემპერატურის მატებით შესაძლოა სუბფებრილურ ტემპერატურამდე 38 გრადუსამდე და გამონაყრით.
გამონაყარს რაც შეეხება, იგი არის თავისებური. ანუ თავიდან წარმოიქმნება ლაქოვანი, კვანძოვანი გამონაყარი, შემდგომ ეს კვანძი ბუშტუკად გარდაიქმნება, შიგთავსი იმღრევა, სკდება შემდგომში და წარმოიქმნება ფუფხი, რომელიც ჩამოფցქნის შემდგომ ადგილზე რჩება მუქი ფერის ნაწიბური და გარკვეული პერიოდი სჭირდება მასაც ულტრაისფერის სხივების ზემოქმედების შედეგად ეს ლაქებიც გაფერმკრთალდება გარკვეული პერიოდის შემდგომ. დაავადებას ახასიათებს ტალღისებური მიმდინარეობა და რაც ნიშნავს იმას, რომ ექიმმა ერთდროულად პაციენტის სხეულზე შესაძლოა ნახოს ყველა ანუ ლაქოვანი გამონაყარიც, პაპულაც შეიძლება ნახოს, ვეზიკულაც შეიძლება და ქერქი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პერიოდები არის ყოველ 2-3 დღეში ერთხელ, შესაბამისად ტემპერატურაც იმატებს, ამ ტალღას ასწრებს ტემპერატურული მატება სხეულის და ახალი გამონაყარი ჩნდება სხეულზე. თავად დაავადება არსებობს მსუბუქი საშუალო და მძიმე. მსუბუქი ფორმა ძირითადად როგორც წესი ამ ასაკის ბავშვებისთვის, ანუ 10-14 წლის ასაკამდე, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება უფრო მძიმე მდგომარეობები, ახასიათებს ძირითადად მოზრდილ ასაკს და საშუალო, ხოლო რაც შეეხება მკურნალობას, მკურნალობა ძირითადად არის სიმპტომური. სიცხიანობის პერიოდში სიცხის დამწევს ნიშნავს ექიმი. მეორადი ინფექციების გართულების შემთხვევაში თავიდან რომ ავიცილოთ ამისათვის საჭიროა გარკვეული ჰიგიენური ნორმების დაცვა, ჩხილების დაჭრა ბავშვისთვის, კანის სისუფთავე, ამ გამონაყრის დამუშავება, ბრილიანტის მწვანით, პირისხრუს სავლების გამოვლება, მეთილენის ლურჯის 2%-იანი ხსნარით და ასე შემდგომ, თუმცა გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო რთული კომპლექსური მკურნალობას ახორციელებს ექიმი, რთავს ანტიბიოტიკებს მეორეული ინფექციის შემთხვევაში და შესაძლოა პაციენტს გართულების შემთხვევაში დასჭირდეს დეზინტოქსიკაციური საშუალება, წვეთოვანის გადასხმა, რითაც დაავადებას, რა თქმა უნდა, პროგრესირებას შეუშლის ხელს. გაუტონlega, გასაგებია თქვენ ახსენეთ ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ უფრო რომ გასაგები გავხადოთ ჩვენი მაყურებლისთვის, თვითონ ცალკეულ დეტალებს შევეხოთ მისი. პირველ რიგში თქვენ კი აღნიშნეთ, მაგრამ მაინც მინდა უფრო კიდევ ნათელი გავხადოთ. ეს როგორ ხდება გადადება? ჰაერწვეთოვანი გზით, ხელის შეხებით, თუ კვების საერთო იმით. გარდა ამისა, ისიც მეტად საინტერესოა, რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ გამონაყარი აქვს მას და ეს ერთიანად ბარემ ვიტყვი და თქვენ ჩამოაყალიბეთ. გამონაყარი მხოლოდ სახეზე აქვს მას თუ ტანზეც აქვს. შემდგომ რა ინკუბაციის პერიოდი აქვს მას, თქვა 5 დღიანი, 10 დღიანი თუ რა და თქვენ ასევე აღნიშნეთ ისიც, რომ გართულება, რა შეიძლება გამოიწვიოს გართულება, იმიტომ რომ თუ ადამიანი დაავადებული ამ შემთხვევაში პიროვნება არც ხელით ეხება მას, არც რაფერი, ну უბრალოდ თავისთვის არის. შეიძლება ამან გართულება გამოიწვიოს და კიდევ ერთი სიცხის მატების შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი სიცხის მომატება ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი თვითონ ებრძვის და უმკლავდება ნებისმიერ ვირუსს და ჩვენ თუ მას დაუწევთ სიცხეს, ანტიბიოტიკებს ჩავრთავთ, უკვე არ იქნება შესაძლებელი, რომ იქ სხვა რაღაც პროცესებიც განვითარდეს. აი ეს ყველაფერთან ერთად თუ დაიმახსოვროთ ალბათ მეც გითხარით, იქნება განუმარტოს შევეცდები ეტაპობრივად კი პასუხოთ თქვენს კითხვებზე. პირველ რიგში ვიტყვი იმას და მე გამორჩა იმის თქმა სწორედ, რომ როგორ ვრცელდება ეს დაავადება. დაავადება ძირითადად ვრცელდება ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ მესამე პირით და საყოფაცხოვრებო ნივთებით დაავადება არ გადადის. ანუ უშუალო კონტაქტი უნდა მოხდეს და დახურული სივრცე ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისი, რომ ვირუსმა გავრცელება ჰპოვოს. რაც შეეხება გამონაყარს, გამონაყარი ძირითადად თავიდან ტანზე შეიმჩნევა, შემდგომ უკვე სახეზე და თავის თმიან ნაწილზე შესაძლოა გამონაყარი იყოს ლორწოვან გარსებზეც, პირისხრუში და სწორედ ამიტომ გართულების შემთხვევას ახასიათებს სწორედ პირისხრუში ამგვარი
გამონაყარი და გართულებად რა ითვლება ძირითადად ამ დაავადების გართულებად ითვლება მენინგიტები, ენცეფალიტები, შესაძლოა კრუპი განვითარდეს, პნევმონია განვითარდეს და გარკვეულწილად კიდე მინდა ვთქვა, რომ კანის ამ დაავადებას ახასიათებს კანის ქავილი, ბავშვი კანს იქავებს და ქავილის დროს მეორადი ინფექცია შესაძლოა განვითარდეს, შესაძლოა ღრმა ეროზიები განვითარდეს, რომელიც ალაგების შემდგომ ამოვსება აღარ ხდება ამ კანის ეპიდერმისის და შესაძლოა გარკვეული ნაჭდევები დარჩეს იმ გამონაყრის ადგილას. და ამიტომ სწორედ ამიტომ სიმპტომურად უნდა მშობელმა იმ პერიოდში, როცა ახალ-ახალი ტალღა წარმოიქმნება ბუშტუკებზე, აუცილებელია ბრილიანტის მწვანის დამუშავება. ამით კი არ მკურნალობთ ბავშვს, არამედ ქავილის სინდრომს, ასე ვთქვათ, ვზღუდავთ, რომ ბავშვმა აღარ მოიქავოს კანი და არ განვითარდეს ეს მეორეული ინფექცია, რაც ამ დაავადებას ზოგადად ახასიათებს. სიცხის დამწევ საშუალებებს რაც შეეხება, სიცხის დამწევის საშუალებების მიცემა და ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკები ექიმმა უნდა უკიდურეს შემთხვევაში ჩართოს, იმ შემთხვევაში თუ ინფექცია გამძვირნვარდა და უფრო გართულდა. აი რის გამო უნდა პნევმონია შესაძლოა განვითარდეს. პნევმონია დაღმავალი ინფექციის გზით. თუ ჩვენ აგრესიულები არა ვართ ამ დაავადების მიმართ და ხელოვნურად არ უწყობს მის გაძლიერებას და გააქტიურებას, რატომ შეიძლება ის ვთქვათ, თუ ახასიათებს იმუნურ ფონს გააჩნია იმ დროისთვის ადამიანის ბავშვის იმუნური ფონი როგორია, თუნდაც იმ შესაძლოა მოზრდილი ასაკის ადამიანის დაინფიცირდეს, ამ დროს გააჩნია ბევრი ფაქტორი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის იმ დროისთვის იმუნური ფონი, ორგანიზმი რა მდგომარეობაშია. ამიტომ არის ხოლმე სწორედ რომ უფრო ამ დაავადებას ახასიათებს უფრო ზამთარ გაზაფხულის ან და შემოდგომა სეზონობა, რომ ამ პერიოდში იმუნური ფონი იკლებს ორგანიზმის და შესაბამისად უფრო ადვილად ერევა დაავადება ადამიანს. და ეხლა ერთია კიდევ თქვენ აღნიშნეთ, რომ გართულების შემთხვევაში შესაძლებელია მენინგოკოქცემია განვითარდეს სხვადასხვა. ესე იგი ეს უკვე მენინგიტი ეს უკვე დამღუპველია ადამიანისთვის უკვე ეს შემდგომი. მაგრამ ეხლა ადამიანი ჩვეულებრივი მოქალაქე არა თუ მას არ აქვს შეხება თქვათ დაავადებულ ინფიცირებულ პიროვნებასთან შესაძლებელია რომ მას მაინც დაემართოს ეს თუ მხოლოდ შეხების დროს და მასთან კონტაქტის დროს არანაირად აი თავარია რომ ის პირველი საწყისი ინფექციის წყარო საიდან დაიწყო ესე იგი დაქვეითებული იმუნიტეტის ხარჯზე თუ უბრალოდ საიდანაც იმასაც გადაეცა. ანუ თუ არ მოხდა კონტაქტი ინფიცირებულთან, ანუ ეპიდკავშირი უნდა ყოველთვის დადგინდეს ხოლმე, როდესაც ექიმი დიაგნოზს ვამს პაციენტის ასეთ შემთხვევაში კლინიკურ ანამნეზსაც კრებს და ეკითხება პაციენტს ამ დროს თუ მის ახლობლობაში ან გარშემო ვინმეს ჩუტყვავილის ინფექცია დაფიქსირებია და ხშირად კი არა და ძირითადად ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა ინფიცირებულთან მოხდეს ადამიანი, რომ შემდგომ უკვე დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე უკვე დიდი ალბათობაა, თორე ისე მესამე პირით და როგორც უკვე აღნიშნე საგნებით არანაირად არ გადადის. აი პირი, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა ინფიცირებულთან და თავად არ გამოუვლინდა გარკვეული პერიოდის მერე და ეს საინკუბაციო პერიოდი, როგორც უკვე აღნიშნე, არის 3 კვირა, საშუალოდ 2 კვირა და საშუალოდ 2 კვირა. ასეთ შემთხვევაში მისგან ინფიცირება მესამე პირის არანაირად არ მოხდება. და ალბათ ბევრს ქონია გამოცდილებაც აქვს ამ დაავადებასთან მიმართებაში და თუ სახეზეა გამონაყარი და მას ხელითაც შეეხება და მოიცილებს იმ გამონაყარს შესაძლებელია უკვე კანი დაუზიანოს მან და რაღაც დატოვოს ის შეიძლება დაკენკილი ადამიანის სახის ისა და ეს რას ნიშნავს ესე იგი მან დატოვა თავისი ის ცუდი კვალი რა თქმა უნდა ეგ ნიშნავს იმას რომ მან დატოვა ცუდი კვალი ღრმა ნაჭდევი სწორედ ამიტომ არის რომ ექიმი ნიშნავს ანტიჰისტამინურ საშუალებას ამ დროს და ლოკალურად ნიშნავს ანტისეპტიკურ საშუალებას რომელიც ამ ქავილის სინდრომს შეამსუბუქებს და ძალიან საინტერესო ეს თემა, იმიტომ რომ რახანესია პოპულარული და გავრცელებული ჩვენ თავარია ყველაფერში შეეხო და ეხლა პროფილაქტიკაზეც ვისაუბრეთ, როგორ ავიცილოთ თავი და როგორ შევუწყოთ ხელი, მაგრამ პირველ რიგში მოდი ეს აღვნიშნოთ, რომ ადამიანმა, რომელმაც პიროვნება მოიხადა ეს დაავადება,
არის შესაძლებელი რომ მას განმეორებით კიდევ დაემართოთ, რომ მან უკვე იმუნიტეტი გამოიმუშავა. და მეორე, არის პრევენციული ღონისძიება, რომ ადამიანმა წინასწარ ჩაიტაროს შესაბამისი აცრები და თავიდან იქნას აცილებული, ან თუ მას შეხვდა მსუბუქ ფორმებში. აი ეს ყველაფერი გამომართო და შემდგომ ვისაუბროთ სხვა პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე. დიახ, მოგახსენებთ, იმუნიტეტს რაც შეეხება დაავადება, ითვლება, რომ 100%-ით მყარი იმუნიტეტს იძლევა, თუმცა დასუსტებული იმუნოდეფიციტის მქონე პიროვნებებში რაღაც გარკვეულ პროცენტში, 1-2%-ში შესაძლოა განვითარდეს დაავადება განმეორებით და მინდა ხაზი გაუსვა კიდევ ორსულთა ინფიცირებას. ორსულობის პირველ 14 კვირის განმავლობაში ორსულის ინფიცირების შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ ნაყოფზე იმოქმედოს და გარკვეული მანკით დაიბადოს პატარა. თუმცა უკვე ორსულობის ეს სადღაც 4%-ში ალბათობა ყოველთვის არ არის. უკვე ორსულობის ბოლო პერიოდში ეს პროცენტულად მცირდება ეს რისკები და დაახლოებით 0.5%-ში შესაძლოა ბავშვი დაიბადოს გარკვეული ჩუტყვავილას გამონაყრით, თუმცა ორსულობის უშუალო წინა პერიოდში დედის ინფიცირების შემთხვევაში აუცილებლად ახალშობილი იბადება საკმაოდ მძიმე ფორმით ჩუტყვავილის. სწორედ ამიტომ უნდა ორსულები რისკ ჯგუფებად მოიაზრებიან და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მოვაცილოთ ამგვარ წყაროს, ინფექციის წყაროს. რაც შეეხება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, მოგახსენებთ, რომ აი წინააცრები, აი შესაძლებელია რომ იყოს რა. არსებობს ჩვენს ქვეყანაში ჩვენი აცრების ეროვნული კალენდარი არ ითვალისწინებს ჩუტყვავილით ვაქცინაციას, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ჩუტყვავილის ვაქცინაცია ითვლება სწორედაც თავიანთი ეროვნული კალენდრის მიხედვით შედის გეგმიურ აცრებში. ჩვენ ალბათ ეს გამოწვეულია ისეთი მოსაზრებაა, რომ თვითონ ეს დაავადება ჩუტყვავილა, ასე ვფიქრობთ, რომ ეს არის კეთილსაიმედო გამოსავლით მთავრდება და ნაკლებ პათოგენურია თვითონ დაავადება, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონტაგიოზურობის მხრივ 100% ახასიათებს, ანუ გადამდებლობა ძალიან მაღალია, თუმცა გამოსავალი, რადგან ყოველთვის და ხშირად კეთილსაიმედოა და არ არის ხშირად არ მიდის ისეთი გართულებებით, რომ რაიმე საგანგაშო გამოიწვიოს, სწორედ ამიტომ არ იქნა ჩვენს ეროვნულ კალენდარში ვაქცინაცია შეტანილი. ესეთ შემთხვევაში სხვა ქვეყნებში რა თქმა უნდა ტარდება, ხდება კანქვეშმის შეყვანა 0.5 მილიგრამის რაოდენობის და ეს ერთგვარად რა თქმა უნდა იძლევა იმის გარანტიას, რომ მყარი იმუნიტეტი დატოვოს ორგანიზმში. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ვინაიდან გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვების უშუალოდ ბავშვთა დაავადება, ჩუტყვავილა და ძირითადად ბავშვთა ასაკში ხდება, სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს გაძლიერება პრევენციული ღონისძიებებისა იმ შემთხვევაში, თუ სასკოლო და სააღმრთელო დაწესებულებებში აღმოჩნდება ჩუტყვავილას თუნდაც ერთეული სპორადიული შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ფხიზლად არიან ეს რეკომენდაციები ძირითადად არის ის, რომ არ დაუშვან საგაკვეთილო პროცესზე არც ბაღის ასაკის, არც სკოლის ასაკის ბავშვები, სიცხიანი ბავშვები, ან და რაიმე დისკომფორტის მქონე მანამდე ჯანმრთელი ბავშვები, ასევე ხშირად მოხდეს განიავება ოთახის, სველი წესით დალაგება და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა მოხდეს იზოლაცია დაავადებულის, რათა არ მოხდეს, რათა მოხდეს იმ ეპიდკავშირის გაწყვეტა, ეპიდემიოლოგიური ჯაჭვის გაწყვეტა ინფექციის წყაროსა და მიმღებ ორგანიზმს შორის. ამის თაობაზე ჩვენი მხრიდან არაერთხელ არიან გაფრთხილებულები ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების ადმინისტრაცია, თუმცა ერთეული სპორადიული შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენ ადგილზე მივდივართ, კიდევ ერთხელ შევახსენებთ იმ რეკომენდაციებს და მჭიდრო კავშირში ვართ ასევე სოფლის ექიმებთან, რომლებიც გარკვეულ მეთვალყურეობას აწესებენ იმ ბავშვებზე, რომლებიც იმ კლასში არიან და რისკ ჯგუფებად მოიაზრებიან და ასეთი ერთობლივი კომპლექსური მუშაობით ხდება ის, რომ ეპიდკავშირი წყდება და ინფექცია გავრცელებას ვერ პოვებს ხოლმე როგორც წესი. გავტონეკა გისმენთ და კითხვები იბადება თავისით, რომ ჩვენ კიდევ უფრო ვრცელი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს. და მოდი ასე დავიწყოთ, რომ პირველ რიგში რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ სკოლაში ან თუნდაც სკოლამდელ დაწესებულებაში ვალდებულია იქ
სამედიცინო პერსონალი იქნება თუ თუნდაც პედაგოგი რომ მიაქციოს ყურადღება, მაგრამ აღინიშნა რომ პირველი გამონაყრები მას აქვს ტანზე და არა სახეზე. თვითონ შეიძლება ზოგჯერ მშობელმაც ვერ გაიგოს, იმიტომ რომ ყოველთვის მშობელი ვერ აკონტროლებს მას. აი აქედან უკვე საწყისიდან როცა მას უკვე ტანზე აღმოაჩნდა და არავინ არის ეს თვითონ არც არავინ და დადის ჩვეულებრივ სკოლაში, მას უკვე აქ იმის გადამდებლობა რა თქმა უნდა. ეს ერთი. ეხლა მეორე, ისევ მინდა რომ კომპლექსურად შეგეკითხოთ. მეორე, დაინფიცირების პერიოდში როდესაც ავად არის. ამ დროს მას სხვა დაავადება გაუჩნდა, იგივე თუნდაც გრიპი და სხვა. აი როგორი იქნება მკურნალობის მეთოდები, იმიტომ რომ იქ შესაძლებელია რომ ერთს უმკურნალოთ, მეორეს არა. და მესამე კიდევ, რომელიც არანაკლებ აინტერესებს ჩვენ მაყურებელს. აი მკურნალობის რა ეტაპიდან შეიძლება უკვე კონტაქტი დაავადებულთან, უკვე ამობე რომ უკვე მიდის მიქცევა აქ ამ დაავადებას და ამ დროს უკვე გადამდებია თუ უკვე პასიურია ის დაავადება და უკვე ნელ-ნელა ორგანიზმიდან გადის და აღარ არის საშიში. აი ეს ყველაფერი იქნება აუცილებლად. დაავადება პირველი კითხვა რა იყო უკეთესად? პირველი კითხვა იყო რომ გამონაყარი მას აზიავს და არა კი ბატონო, მოგახსენებთ. როგორც უკვე ვთქვით, დაავადებას გამონაყარს წინ უსწრებს დისკომფორტი და ანუ პაციენტი ბავშვი არის ამ დროს მივარდნილი დისკომფორტი, სწორედ ამიტომ აღნიშნე რომ როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, ჩვენგან მიცემული აქვს რეკომენდაცია წარმომადგენლობას ადმინისტრაციას, სასკოლო და სკოლამდელი დაწესებულების, რომ ბავშვს თუ შეამჩნიეს უხასიათობა, უღონობა და ამ დროს თან იცი რომ ერთეული შემთხვევა უკვე დაგიფიქსირდა ბაღში. ეს უკვე ეჭვსბადებს იმისათვის რომ და საკმარისია იმისათვის რომ ამ ბავშვის იზოლაცია მოახდინოს და ბავშვი დაითხოვოს და სახლში გაუშვას, მოახდინოთ მისი იზოლაცია. ხოლო რაც შეეხება გამონაყარს, გამონაყარი ტანიდან იწყება, როგორც უკვე აღნიშნეთ და ამ დროს ხშირად არის ხოლმე რომ თავად მშობელსაც, არა თუ ექიმს, თავად მშობელსაც თითქოს გონია რომ ალერგია აქვს მიშვილს და გარკვეულწილად თავად იწყებს მკურნალობას ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებით. თუმცა ექიმი უკვე, როდესაც ნახავს გამონაყარს და ეს მინდა აღნიშნო რომ მე ვთქვი წეღანდელ საუბარში რომ დაავადებას ახასიათებს პოლიმორფიზმი, ანუ ექიმა შესაძლოა ერთდროულად ნახოს გამონაყრის ყველა სახეობა. ეს უკვე სადიაგნოსტიკო ნიშანია იმისი, რომ ადამიანი ინფიცირებულია ჩუტყვავილას ვირუსით. თუმცა ექიმს ეს არ სანამ პოლიმორფიზმი გამოიხატება, მანამდე ექიმს შეუძლია აბსოლუტურად რომ დაასკვას ეს დაავადება ჩუტყვავილაა თუ ალერგია გაარჩიოს. მაგრამ მშობლებს ხშირად რა თქმა უნდა ეშლებათ. სწორედ ამიტომ თუ მშობელი ეჭვს მიიტანს რომ მიშვილს აქვს ალერგია, ჩათვლის რომ აქვს ალერგია და ამ დროს იცის რომ სკოლაში და ბაღში არის ერთეული შემთხვევები ჩუტყვავილის, ასევე უნდა სასწრაფო წესით უნდა ოჯახის ექიმს მიაკითხოს საჩვენოს ბავშვი, რათა არ მოხდეს გართულება, რა თქმა უნდა შესაძლოა იგი გართულდეს, თუ იმ შემთხვევაში თუ წეღან-ბრძანეთ თქვენ შეკითხვა იყო ასეთი რომ გრიპის თანდართვის შემთხვევაში რა მოხდება. ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტია, რა თქმა უნდა უფრო კომპლექსური მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმმა, რა თქმა უნდა გრიპზეც არ ინიშნება თავიდან ანტიბიოტიკები, თუმცა თუ გართულდა სიტუაცია, ექიმი ჩათვლის, უკვე უნდა მისცეს პაციენტს, უნდა ჩართოს თუ არა ანტიბიოტიკი და შემდგომში დაკვირვებით უკვე თავად გადაწყვეტს რა სიმპტომური მკურნალობა უნდა ჩაუტაროს პაციენტს. აი იმ შემთხვევაში თუ უკვე მკურნალობა დასასრულისკენ მიდის და ნელ-ნელა ლაგდება ეს ყველაფერი. საშიში არის, უკვე არის გადამდები ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ესე იგი უკანასკნელი ფუფხის არსებობამდე არის დაავადება გადამდები. სწორედ ამიტომ მიიჩნევა რომ 21 დღე ეს არის პერიოდი, როცა ვირუსს შეუძლია გავრცელდეს და გადამდებლობა მაღალია, თუმცა სავარაუდოდ საშუალოდ 2 კვირა არის, როდესაც ვირუსი ავლენს მაქსიმალურად გადამდებლობის პერიოდს. შემდეგ უკვე, მაგრამ მაინც ითვლება თავის დაზღვევის მიზნით, მაინც ითვლება რომ 21 დღე არის სრული უკუგანვითარებისთვის საჭირო, რომ არ მოხდეს სხვა ბავშვების დაინფიცირება, სხვა ადამიანის დაინფიცირება. ჩვენ აქ ვისაუბრეთ გამონაყარზე. უფრო რომ ნათელი გავხადოთ, ეს გამონაყარი როგორი არის
პირველადი სახით ვამბობ მე თეთრი ლაქები აქვს მას თუ უბრალოდ პირდაპირ ვთქვათ მუწუკის მაგვარი წამონაზარდი კანზე რომ ადვილად შეამჩნიოს მშობელმა რომ რა არის თეთრი გამონაყარი ხშირად ბავშვებს სახეზეც აქვთ ეს ჩვეულებრივი ალბათ ალერგიული ფოლი ან სხვა რამე კანის სიჭრელე მაგრამ აი ეს რო იცოდეს ჩვენმა ტელემაყურებელმა რომ რას მიაქცევს მშობელს შეიძლება გამორჩეს გამომდინარე იქიდან რომ ყოველდღიურად შესაძლოა რომ შვილს ტანს არ უთვალიერებდეს ხო თავიდან იწყება ლაქოვანი გამონაყრით თეთრია თუ რა ფერია ეს გამონაყარი იცოდეს ნუ შემოსაზღვრულია და განსხვავებულია ანუ მაინც შეიმჩნევა თვალით თუმცა მალევე იწყება ბუშტუკოვან გამონაყარში გადასვლა და ეს ბუშტუკები წამოწეულია უფრო კანის ზედაპირიდან და რაც უფრო გადის ერთი დღე მაგალითად უფრო შიგთავსი იმღრევა უფრო შეფერილობა მუქი ფერისა ჩირქოვანი შიგთავსია მე ეს ყდება და იმ გამსკდარი ბუშტუკის ადგილას ვითარდება მუქი ფერის ფუფხი და სწორედ ეს აი ბოლო ფუფხის არსებობამდე უნდა ითქვას რომ გადამდებია ჩუტყვავილა სხვისთვის ხავდონო ეგა არ გვინდა რომ დავზაფროთ ჩვენი მაყურებელის სიტუაციას უფრო საშიშ ფერებში არ წარმოადგენთ მაგრამ ჩვენ საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ რომ შეშფოთებულმა მშობლებმა მოგმართეს რომ იქნება ამას ცოტა ფართო ის მივცეთ პროპაგანდისტული სახე რომ ყველა მიცოდეს ეს და აი სავარაუდოდ ჩვენს მუნიციპალიტეტში რატომ მოხდა ასე რომ რამოდენიმე სკოლამდელ დაწესებულებაში ან თუნდაც საჯარო სკოლებში თავი იჩინამა და თუ გაქვთ ისეთი მონაცემები ზედაპირული რომელ სკოლებში რომელ სოფლებში უფრო იყო იმიტომ რომ თქვენ საუბრობთ რომ ვალდებულია ოჯახის ექიმი ვალდებულია მშობელი მაგრამ ეთყობა ვალდებულებას ბოლომდე ვერ მიაქციეს ყურადღება ის რასაც ჩვენ ვავალებთ მას რომ შვილს მიაქციოს და რატომ მოხდა ეს აი რამ განაპირობა ესე გავრცელება მთლად დადანაშაულება არც უბნის ექიმის და არც მშობლის არ შეიძლება ვინაიდან ეს დაავადება არა მხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტში ვიცით რომ არის სხვა მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებშიც გავრცელებული თუმცა ჩემი სუბიექტური აზრია რომ ეს განაპირობა სავარაუდოდ ჩემი აზრით ეს განაპირობა მკაცრმა გაზაფხულმა გქონდა ცივი გაზაფხული დამეთანხმებით ალბათ არა ეხლა ის იყო უფრო გაზაფხულისთვის შეუფერებელი სიცივეები იყო ბავშვები დახურულ სივრცეში უფრო რა თქმა უნდა ვირუსი უფრო მეტ გავრცელებას პოვებს და ერთ-ერთი ფაქტორი შესაძლოა ყოფილიყო ესეც რომ დახურულ სივრცეში ვირუსი უფრო ადვილად გავრცელდა თორე როგორც უკვე გადაცემის დასაწყისში აღნიშნე, ხო, ამ ვირუსს არ ახასიათებს ამ სეზონზე ზაფხულის სეზონობა არ ახასიათებს, თუმცა რაღაცა ფაქტორები რაღაცა პერიოდში განაპირობებენ ხოლმე ამ უჩვეულო გავრცელებას, თუმცა აქვე როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნე, ეს არ არის უჩვეულო გავრცელება საგანგაშო პროცესი მართვადია, დიდი ძალისხმევით, რა თქმა უნდა, სამედიცინო მხარის და სკოლის და ბაღების ადმინისტრაციის მხრიდან და საპანიკო საფუძველი ვფიქრობ, რომ არ არსებობს. კარგი, ეგ არ არის საპანიკო, მაგრამ აღმოაჩნდა ბავშვს აღნიშნული დაავადება. პირობითად ეს დაავადება ჩავთვალეთ. მოახდინეს მისი იზოლაცია, მაგრამ ეს ვირუსი რჩება იმ ოთახში, იმ საკლასო დაწესებულებაში და შემდგომში არის ის საშიში დანარჩენებისთვის. თუ ავადმყოფობას, იმ ავადმყოფ ბავშვს თან მისდევს ეს თავისი ვირუსი. ზეგან თქვენ რაღაც გააჟღერეთ რომ უნდა დამუშავდეს სპეციალური ხსნარებით რაღაცა და აი ეს კი ბატონო ვიტყვი რომ როგორც უკვე აღნიშნე ვირუსს ახასიათებს ზოგადად გარემოში ადვილად იღუპება 10 წუთი საკმარისია ულტრაისფერის სხივების და სველი წესით დამუშავების შედეგად რომ ვირუსი ანუ დეზინფექციაც კი არ არის საჭირო იმდენად არამდგრადია გარემოში ანუ საკმარისია სველი წესით დალაგება და ოთახის განიავება რომ ვირუსი მოკვდეს და აღარ მოხდეს სხვა ბავშვების ინფიცირება. ამდენად სწორედ ამიტომ არ არის საშიში თუ ბავშვის იზოლაცია მოხდა, კლასი არანაირად არ არის ყოველგვარი ამ დამუშავებითი ჩატარებული სამუშაოების შემდგომ აღარ არის კლასში ინფექციის კერა. ისე რომ გამორიცხულია. და ალბათ ჩვენი საერთო დრო იწურება, მაგრამ მინდა რომ წარმოდგენა მეტი შევქმნათ ამ დაავადებასთან დაკავშირებით. რატომღაც ახლა ჩვენ როდესაც ვიხსენებთ ამ დაავადებას, ასეთი წესი არსებობდა, რომ
ჩუტყვავილა ეს იყო სახადი, რომელიც ყველას თითქმის ყველას უნდა მოეხადა ბავშვებს მით უმეტეს. იგივე როგორც წითელა, წითურა და სხვა და სხვა და ეს აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ეს სახადი უნდა იყოს და მოიხადოს თუ ჩვენ ვერ ვგრძვით მას, რომ საერთოდ არ გაგვიჩნდეს. უმჯობესია, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დაავადებას უფრო მიიჩნევა ეს დაავადება უფრო ბავშვთა ასაკში, უმჯობესია ბავშვმა მოიხადოს, რა თქმა უნდა, ბავშვთა ასაკში ადამიანმა. თუმცა, კი, გართულება უკვე მოზრდილ ასაკში უკვე რთულად მიდის უფრო პროცესი, სწორედ ამიტომ არის სასურველი და მისაღები, რომ უფრო ბავშვმა დაბალ ასაკში, ადამიანმა დაბალ ასაკში მოიხადოს ეს ვირუსი. ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ სახადია, კი, მიიჩნეოდა ნამდვილად სხვა ინფექციურ დაავადებებთან ერთად ჩუტყვავილა სახადად და ესე ვთქვათ ბატონებად, თუმცა ეს წარსულში დარჩა. ეს არის ძველი შეხედულება, თუმცა რა თქმა უნდა, რაც სასურველია პაციენტთან, რაც უფრო სიმშვიდე იქნება და რაც უფრო წყნარი გარემო იქნება, მისაღებია და უფრო კარგად დამთავრდება დაავადება ზოგადად. გასაგებია, ჩვენი საერთოდ ფაქტიურად ამოიწურა და ხო არაფერი გამოგვჭა ქავტონეკა ისეთი, რომელიც ამ დაავადებასთან, ამ ვირუსთან იქნება დაკავშირებული. ჩვენი მშობლები გავამხნევოთ, მივცეთ იმედი იმისა, რომ ეს დიდი პრობლემას არ წავნეთ, თუ მას დროულად აღმოაჩენთ, თუ მივხედავთ, თუ მოვეფერებით იმ ბატონებს და ყველაფერი კარგად დამთავრდება. ფიქრობ ამომწურავად ვისაუბრეთ, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ის პრევენციულ ღონისძიებებზე გავამახვილო ტელემაყურებლის ყურადღება, რომ აუცილებლად ჩუტყვავილით ინფიცირებული ბავშვის იზოლაცია უნდა მოხდეს ოჯახში, პაციენტი სადაც იმყოფება აუცილებელია, ხშირად განიავება ოთახის და სველი წესით დალაგება და ამით ერთგვარად დავიცავთ ჩვენს თავსაც და ჩვენს გარშემო მყოფებსაც და მოუწოდებ ყველას, რომ ამ რეკომენდაციებს აუცილებლად მიხვდნენ და დაიცვან ისევ და ისევ ჩვენი და ჩვენი საზოგადოების დაცვის მიზნით. დიდი მადლობა პაციენტ ტელემაყურებლებო. შეგახსენებთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ექიმი ქავტონიკა ბურდიაშვილი. მადლობა აქ მომბრძანებისათვის. მეტად საინტერესო საუბრისათვის, ეს აუცილებელი იყო ჩვენი მშობლებისთვის, ვინც ჩვენ მოგმართა და ვინც შეშფოთებული იყო, რომ კიდევ ერთხელ მას ურჩიოთ, მივცეთ რჩევა, რომ მოიქცნენ ისე, როგორც ამას ჩვენ ვკარნახობს სამედიცინო სფერო და იქ არსებული პერსონალი. და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს მუნს და საერთოდაც პრობლემებისა და ყოველგვარი გართულების გარეშე დამთავრდება. და ალბათ გვეყოლება ჯანსაღი და მეტად ძლიერი თაობა. მინდა ქავტონეკა თქვენთან ერთად დაამშვიდობ ჩვენს ტელემაყურებლებს, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.